უვიზო მიმოსვლისა და ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება, სანქციები ქართული ოცნების წევრებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ. ეს ის მექანიზმებია, რომლის ამოქმედებაზეც დღეს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვისას იმსჯელეს. კაია კალასის თქმით, ქართული ოცნების მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება. ივანიშვილის გუნდს რეკომენდაციების შესასრულებლად დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს. თუ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას არ დაუბრუნდება და ადამიანის უფლებები დაცული არ იქნება, ქართველი ხალხი ორი მნიშვნელოვანი მონაპოვარის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვები უნდა დაწესდეს მათ მიმართ, ვინც რეპრესიაზეა პასუხისმგებელი და არა ქართველ ხალხზე, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ. ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში გამოძიება შევიდა. ამოღებულია დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა. ბიზნესმენი ჩატარებულ ჩხრეკას არ უარყოფს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი ამბობენ, რომ კომპანიები, რომლითაც გამოძიება დაინტერესდა, პაპაშვილისგან უბრალოდ საოფისე ფართს ქირაობდნენ და სხვა მხრივ მასთან დაკავშირებულები არ იყვნენ. ნიუ-იორკში რამდენიმე დღეა ძლიერ ხანძარს ებრძვიან. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება უკვე გაიცა.